თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი 2025 წლის დადგომა მიულოცა. ის სენაკში მეორე ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა თავდაცვის ძალების მეთაურთან და დასავლეთის სარდალთან ერთად. გაეცნომათ პირად შემადგენლობას უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფს პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცეს ვიდეო კონფერენციის საშუალებით. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. მინდა გისურვოთ პირველ რიგში შვიდობა, მინდა გისურვოთ ხნეობა, მინდა გისურვოთ რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახი, რომელიც თქვენ გვერდში გიდგათ, რომელიც ყოველდღიურად თქვენზე ნერვიულობს, იყოს ბარაქიანად, ჯანმრთელად, ბედნიერად და ძლიერად 2025 წელს. მინდა აუცილებლად გავამოხმაურო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იხდის საკუთარ მოვალეობას და არის ნაწილში, მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად აღვნიშნოთ აი ესე ახალი წელი. დიდი დამსახურებაა ეს თითოეული თქვენთაგანის, იმ ადამიანების, ვინც ხართ სამშობლოს სადარაჯოზე და ვინც ყოველდღიურად ხართ იქ, სადაც ჭირდებით თქვენ ქვეყანას. მინდა მადლობა გადაგიხაროთ იმ გასული წლის განმავლობაში გაწეული შრომისათვის, ძალიან დიდი შრომისათვის, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა გაწიეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის და 25 წელს მინდა გისურვოთ წარმატებები, პირადად როგორც პირადად თითოეულ თქვენთაგანს, ასევე თქვენ ოჯახებს შვიდობა და კეთილდღეობა.